ჯანმრთელობაზე და როდესაც ჯანსაღკვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესებს ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც გვახსენდება, ეს არის ქოლესტერინი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია, თუმცა სისხლში მისი დონის ცვლილებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემების შექმნას. არაჯანსაღი კვება, გენეტიკური განწყობა და სიმსუქნე შესაძლოა მომატებული ქოლესტერინის მიზეზი გახდეს. რა ფუნქცია აქვს ორგანიზმში, რა საფრთხე შეიცავს როგორც ჭარბი, ასევე ნორმაზე დაბალი ქოლესტერინის დონე, ამ თემებზე სასაუბროთ ნუტრიციოლოგი ნატალია გოგავა შემოგვიერთდა დილომშვიდობისა. ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, ვიდრე ვისაუბრებდეთ იმაზე თუ როგორ უნდა დავირეგულიროთ ქოლესტერინის დონე, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევიმოწმოთ და ასე შემდეგ, მოდით პირველ რიგში განვმარტოთ რა არის ქოლესტერინი და რა როლს ასრულებს რეალურად ჩვენს ორგანიზმში. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ნამდვილად ჩვენ დიდი ხანია გვაშინებდნენ ქოლესტერინით. თუმცა დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ორგანული ცხინდაგვარი ნივთიერება, რომელიც ჩვენი ორგანიზმის თითოეულ უჯრედის მემბრანაში მდებარეობს, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მას არაერთი ფუნქცია აქვს, მათ შორის D ვიტამინის სინთეზი, მათ შორის ზოგიერთი ჰორმონის სინთეზი, მაგალითად სასქესო ჰორმონების სინთეზი. ის მონაწილეობს ნაღლის მჟავების გამოყოფაში, ასევე თითოეული უჯრედის სტაბილურობა და ელასტიურობა არის ქოლესტერინის დამსახურება. ამ ნივთიერების სრული რაოდენობის 75% იქნება ჩვენს ორგანიზმში, ხოლო დანარჩენი წილი 25%-ს ჩვენ ვიღებთ საკვებით. მიღებულია ქოლესტერინის გაყოფა კარგზე და ცუდზე. აი სწორედ, კარგი და ცუდი ქოლესტერინი ჩვენ გვესმის მუდმივ რეჟიმში. აი რა განსხვავებაა ამ ორ შორის, როგორც უკვე გვითხარით, ქოლესტერინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ აი რა დროს ხდება უკვე ცუდი ეს ჩვენი ქოლესტერინი. ნახეთ, ქოლესტერინს არ აქვს, აი ამ ნივთიერებას არ აქვს დამოუკიდებლად ტრანსპორტირების საშუალება სისხლში. და მისი ტრანსპორტირებისთვის ის იფუთება დამხმარე ნივთიერებებით, ასე წოდებული ლიპოპროტეინებით და ზუსტად აი ამ ნივთიერებების ხარისხიდან, მათი სიმკვრივიდან გამომდინარე, შეიძლება განვასხვავოთ კარგი თუ ცუდი ქოლესტერინი. კარგი ქოლესტერინი შეფუთულია ლიპოპროტეინების მაღალი სიმკვრივით, მათ ახასიათებს ყველაზე მცირე ნაწილაკები, ზუსტად ეს ნაწილაკები იჭერენ დანარჩენ ქოლესტერინს გადააქვთ ღვიძლში, სადაც ხდება მისი მეტაბოლიზმი და მერე გამოდევნა ორგანიზმიდან. აი ცუდი ქოლესტერინი კი შეფუთულია ლიპოპროტეინების დაბალი ან ძალიან დაბალი სიმკვრივით, მათ ახასიათებს უფრო მსხვილი ნაწილაკები და ზუსტად ეს ნაწილაკები თუ მათი რაოდენობა არის ნორმაზე ზემოთ, ილექება სიძარღვების კედლებზე და როგორც პლასტელინი ცდილობს ამოავსოს ამ სიძარღვებში არსებული მიკროტრავმები და ეს იქმნება ათეროსკლეროზული ფოლადი, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება ზომებში, იმიტომ რომ სისხლში არსებული ზედმეტი ქოლესტერინი კვლავ და კვლავ ეკრობა, ეწებება აი ამ პირველად ფოლაკს და შედეგად რას ვიღებთ? ვიწროვდება სიძარღვის სანათური და ასე ვითარდება ათეროსკლეროზი. ნის სერიოზულ პრობლემებს. რა თქმა უნდა, უკვე ის ათეროსკლეროზი იწვევს სხვა, ესე ვთქვათ, გულსიზარღვთა სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებს. ინფარქტი იქნება, ინსულტი იქნება, სხვადასხვა ტრომბოზები და ასე შემდეგ. და აი ზუსტად კარგი და ცუდი ქოლესტერინის ერთობა, მათი საერთო ჯამი წარმოადგენს საერთო ქოლესტერინს და ამიტომ აი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, როცა ჩვენ ვაბარებთ ანალიზს ქოლესტერინის მაჩვენებლის დასადგენად, რომ ჩვენ მივიღოთ ჩაშლილი სურათი, ასე წოდებული ლიპიდოგრამა, ანუ შესაძლებელია მათი გამიჯვნა ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, კი ბატონო, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ სრული სურათი, ანუ ასე წოდებული ლიპიდური პროფილი, ან ლიპიდოგრამა, სადაც ნაჩვენები იქნება ქოლესტერინის ყველა ფრაქცია, კარგი იქნება, ცუდი იქნება, თუ ტრიგლიცერიდები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ საერთო ქოლესტერინის ეს ჯამური რაოდენობა ძალიან ხშირად არ არის ინფორმატული ჩვენთვის ექიმებისთვის.
ნატალია, როდის უნდა ავიღოთ ანალიზი, როდის უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ქოლესტერინის დონე არ არის ნორმაში ჩვენ სისხლში. თუ არსებობს რაიმე გარეგანი გამოხატულება, რაიმე სიმპტომი, რაც მიგვანიშნებს, რომ უნდა აუცილებლად ვისაუბრებთ გარეგან სიმპტომებზე, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ასე წოდებული ქსანტალაზმები. ეს არის ცხიმოვანი ყვითელი ფერის ფოლაკები, რომელიც ძალიან ხშირად ალბათ შეგიმჩნევიათ თვალებზე, ქუთუთოებზე აქვთ, ხანდახან ზედა, ხანდახან ქვედა, ხანდახან ორივეზე. გაღვიძების დროს არა, ეს არის მუდმივად ესეთი ყვითელი ფერის ცხიმოვანი, როგორც ცხიმგროვა, თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი ცხიმგროვა, ეს ამას ქვია ქსანტალაზმები, ეს აუცილებელი პირობაა? არ არის აუცილებელი, მაგრამ ძალიან ხშირად შეიძლება გქონდეს მაღალი ქოლესტერინი, მაგრამ ქსანტალაზმები არ გქონდეს. თუ სხვა სიმპტომებზე ვისაუბრობთ, ეჭვი უნდა მივიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ხშირად აწუხებს დისკომფორტი და ტკივილი გულის არეში, გულმკერდში, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის შემდეგ. ან შეიძლება აქვთ ხშირად ტახიკარდია, ანუ გულის ცემის აჩქარება, ან სხვა ტიპის არითმიები, სისტემატური წნევის მატება, ტკივილი ქვედა კიდურებში, ან შეშუპება. სახსრების ტკივილი შესაძლებელია? სახსრებით შესაძლებელია, მაგრამ განსაკუთრებით კრუნჩხვებივით ტკივილი არის ხოლმე, შეშუპება ქვედა კიდურების ხოლმე. ასევე ძალიან ხშირად არის უბრალოდ შუილი ყურში, თაუბროს ხვევა, თავის ტკივილი. რასაც როგორც წესი წნევებს ვაბრალებს. კი ბატონო, მაგრამ თუ უკვე რამდენიმე სიმპტომი გვაქვს აქედან, რა თქმა უნდა, სასურველია რომ ჩვენ ეს ანალიზი და ეს გამოკვლევა ჩავიტაროთ. კი ბატონო, ძირითადად რა იწვევს ქოლესტერინის მომატებას? აი რა არის მისი მაპროვოცირებელი? ეს არის გენეტიკა დაუშვათ, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, კვება, თუ აი თუ ეს ყველაფერი ერთად ჩამოთვლილი? ნახეთ, პირველი ანუ რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ პირველი ყველაზე ხშირი ეს არის არასწორი ცხოვრების წესი. რაც გულისხმობს პირველი დაუბალანსებელ არაჯანსაღ კვებას, როცა საკვები რაციონის კალორაჟი არის გაზრდილი და მასში ჭარბობს ცხოველური ცხიმები. მეორე, ეს არის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, ან საერთოდ მისი არ ქონა, ასე წოდებული გიპოდინამია. კი ბატონო, და აქედან გამომდინარე სიმსუქნე, ზედმეტი წონაც ესეც შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი. თამბაქო? აქვე აუცილებლად უნდა შემდეგ უნდა ამეხსნა, რომ თამბაქო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, ისე ვთქვათ, შეიძლება არ იყოს მაპროვოცირებელი, მაგრამ ხელის შემწყობი ფაქტორი უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ზედმეტი წონა არ გქონდეს, ვიყოთ გამხდრები, მაგრამ ქოლესტერინი მაინც მაღალი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს უკვე მეორე მიზეზია, გენეტიკური მიდრეკილება, როცა მუტაციების გამო გარკვეულ გენებში იზრდება საერთო და ცუდი ქოლესტერინის დონეს ოჯახის წევრებში. ასე წოდებული ოჯახური გიპერქოლესტერინემია, რაც საკმაოდ ხშირად გვხდება, როცა მშობელს და შვილებს, ან დედმამის შვილებს აქვთ მაღალი ქოლესტერინის მაჩვენებელი, მიუხედავად მათი სიგამხდრისა, მიუხედავად ჯანსაღი ცხოვრების წესისა, ამ თქვათ ახალგაზრდა ასაკისა, ძალიან ხშირად გვხდება ესეთი მაჩვენებელი. ესე იგი მითი რომ ქოლესტერინი მაინც და მაინც ჭარბწონიან ადამიანებში უფრო ხშირად ჭარბწონიან ადამიანებში უფრო მეტი შანსი არის რომ იყოს გიპერქოლესტერინემია, ანუ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, მაგრამ არც გამხდარი ადამიანი არ არის დაზღვეული 100%-ით ამისგან. კი ბატონო. და მესამე მიზეზი, ესეც უნდა აუცილებლად ვახსენოთ ჩვენ მაყურებელს, ეს არის სხვადასხვა დაავადებები. მაგალითად, ღვიძლის, ნაღლის ბუშტის, თირკვლების ზოგიერთი დაავადება, გიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, მენოპაუზის პერიოდში ქალებს რაღაც გარკვეული ასაკის შემდეგ ხშირად მატულობს ქოლესტერინის დონე, იმიტომ რომ იცვლება ჰორმონალური ბალანსი ორგანიზმში. ორსულობა შეიძლება გახდეს ქოლესტერინის თვითონ ორსულობა მარტო როგორც წესი ძალიან იშვიათად, მაგრამ ორსულობის დროსაც რა თქმა უნდა სასურველია რომ ეს პროფილაქტიკის მიზნით მაინც ჩავიტაროთ. იმიტომ რომ ნახეთ როგორი ამბავია
შემიძლია საერთოდ რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ ქოლესტერინზე შემოწმება. სამწუხაროდ ათეროსკლეროზი და მისგან გამომწვევის და მისგან გამომდინარე სხვა დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა. თუ ადრე ქოლესტერინის დონის შემოწმებას ურჩევდით პაციენტს სადღაც 30-40 წლიდან, ეხლა 20-25 წლიდან უკვე რეკომენდებულია 5 წელიწადში ერთხელ ჩავიტაროთ ეს გამოკვლევა, თუ არ არის არანაირი გადახრა. აი 40 წლიდან უკვე ყოველწლიურად რეკომენდებულია რომ ჩავიტაროთ ეს გამოკვლევა და შევამოწმოთ ქოლესტერინის მაჩვენებელი. კი ბატონო, ნატალია, ჩვენ გვეუთხარით ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ცხოვრების ჟანსაღი წესი და მათ შორის კვება მეტწილად დამოკიდებულია ჩვენი ქოლესტერინის რაოდენობაზე ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად, გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩვენს მაყურებელს მივცეთ რჩევები, თუ მოდი დავიწყოთ იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტი პროვოცირება, კიდევ უფრო მოამატოს და ჭარბი რაოდენობით მოამარაგოს ჩვენი ორგანიზმი. უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით. კი ბატონო, ქოლესტერინით. რა პროდუქტებზეა საუბარი, რომელიც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი? იცით როგორ აქ არის მთელი რიგი პროდუქტების ჩამონათვალი, ზოგიერთს მე საერთოდ ამოვიღებდი საკვებიდან, ზოგიერთს უბრალოდ შევამცირებდი. თუ ვისაუბრებთ იმ პროდუქტებზე, რომელიც ამოსაღებია ჩვენი რაციონებიდან, მე ვთვლი, რომ ეს არა მარტო მაღალი ქოლესტერინის დროს და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების და ჯანმრთელობისთვის ეს პროდუქტები ნაკლებად ჩვენთვის რეკომენდებულია. ეს არის ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ტრანსცხინებს. და რა არის ეს? ეს არის მაიონეზი. ეს არის სხვადასხვა მზა соусები. ეს არის პალმის ზეთი. ეს არის სხვადასხვა სპრედები და მარგარინები. ეს არის განსაკუთრებულად ქარხნულად დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი, რომელსაც აქვს ძალიან ხანგრძლივი შენახვის ვადა. ეს არის ყველანაირი ჩიფსები, სნეკები, შეფუთული, ესე გახსნა რომ ჭირდება, ხო? პირველ რიგში ესენი უნდა ამოვიღოთ ჩვენი საკვებიდან. პროდუქტებიდან, რომელიც უნდა შევამციროთ, პირველ რიგში ეს არის ცხიმიანი ხორცი. ღორის ხორცი პირველ რიგში. ასევე ამასაც ამოვიღებდი საკვებიდან, ეს არის გადამუშავებული ხორცი. ძეხვეულობა, სოსისები, შაშხები, ყველანაირად შებოლილი პროდუქტები შევამცირებდი, ვთქვათ, ხო? ასევე ცხიმიანი რძე და ცხიმიანი რძის ნაწარმი. ეს შეიძლება იყოს ნაღები, ეს შეიძლება იყოს კარაქი, ეს შეიძლება იყოს თვითონ რძეც. ეს პროდუქტები ჩამოთვალეთ, რითიც ვიკვებები ძირითადად. ანუ იცით რა, საკმაოდ ბევრი სხვა პროდუქტიც რჩება, ანუ შეიძლება რძის ნაწარმი მივიღოთ, უფრო დაბალი ცხიმიანობით, იგივე მაწონი, იგივე კეფირი, იგივე ხაჭო, იგივე ნაკლებ ცხიმიანი ყველი, ხო? იოგურტი? ცხიმიანობიდან გამომ თუ არ არის ძალიან ცხიმიანი, კი ბატონო, შეგიძლიათ მიირთვათ, ხო? ასევე ნახეთ, შევამცირებდით ტკბილეულობას, აუცილებლად შაქრიან პროდუქტებს, უხუნთუშულობას. გაზრებული სასმელები რამდენად ზოგადად თამაშობს. ეს ისედაც ყველა ის პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონის მატებას, შესაბამისად არ არის კარგი ქოლესტერინის მომატების დროს და აუცილებლად უნდა ავნიშნოთ. უმნიშვნელო წონაში კლებაც კი დადებითად აისახება ქოლესტერინის დონეზე. ამიტომ ყველა იმ პაციენტს, ვისაც აქვს ზედმეტი ქოლესტერინი და პლუს აქვს ზედმეტი წონა, აუცილებლად ურჩევთ, რომ გადახედოს თავის კვებას, გადახედოს თავის ცხოვრების რეჟიმს და ჩართოს ფიზიკური აქტივობა. ეს თითქოს უმნიშვნელო რაღაც ცვლილებები აუცილებლად დადებითად აისახება ქოლესტერინის დონეზე. კი ბატონო, ჩვენ ახლა გვისმენს მაყურებელი და იმდენი პროდუქტი ჩამოთვალეთ, შეიძლება კითხვა გაჩეროთ. რა ვჭამოთო და ანუ ამ დროს კიდევ ერთი კითხვა არსებობს აქ, ალბათ არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც პირიქით ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენს ორგანიზმში დარეგულირდეს ქოლესტერინის დონე და ის იყოს რაც არასაგანგაშო ნიშნულზე, არამედ იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენი სიცოცხლისთვის გადამწყვეტ ნიშნულოვანია. რით ვიკვებოთ? ეს არის ალბათ ამ გადაცემის თავარი კითხვა. მოდით ესე ვთქვათ, პირველ რიგში დავნიშნოთ ის პროდუქტები, რომელიც აუცილებელია მივირთვათ იმისთვის, რომ ქოლესტერინის დონე მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ, სანამ რაღაც წამლებს მივიღებთ, ხო? და პირველი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის უჯრედისი და ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიცავს უჯრედის დიდი რაოდენობით. იმიტომ რომ
უჯრედისი როგორც ბუნებრივი გამწმენდის საშუალება წმენს ჩვენს ორგანიზმს და მათ შორის გამოაქვს ქოლესტერინი. აქედან გამომდინარე რეკომენდებულია ყოველდღიურად საკვებ რაციონში მინიმუმ 300-500 გრამი ცოცხალი მწვანილის და ბოსტნეულის მიღება. ასევე ისეთი საშუალებების, როგორიც არის მაგალითად კატო, გინდა შვრიის, გინდა ხორბლის, ფსილიუმი, ეს არის მრავალძარღვის თესლის ჩენჩო, რომელიც ლიდერია უჯრედისის შემადგენლობით. ამიტომ ეს პროდუქტები შეგვიძლია ჩავთოთ ჩვენ კვებაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, ხო, ბოსტნეული ხო ვთქვით, ასევე ხილი, მაგრამ ხილი ნაკლებად ტკბილი და უფრო კენკრა. და თუ ვთქვათ ბოსტნეული სადღაც 300-500 გრამი იყო, ხილი 200-300 გრამი ყოველდღიურად. როცა ვსაუბრობთ ორგანიზმის გაწმენდაზე, დეტოქსიკაციაზე, წყლის გარეშე წარმოუდგენელია. თუ არ იქნება წყლის ისეთი სათანადო რაოდენობა და განსაკუთრებით თუ ფსილიუმს და კატოს მივირთმევთ, ვერანაირ დეტოქსიკაციაზე რა არის ეს სათანადო რაოდენობა? არაერთგვაროვანია ხოლმე სხვადასხვა. მოდით, არსებობს ძალიან მარტივი ფორმულა, რომელსაც ექიმები ხელმძღვანელობთ როგორც წესი, თუმცა არის კიდე დამოკიდებული, ვთქვათ, ვინ არის პაციენტი, როგორი ცხოვრების წესი აქვს, წონა, სიმაღლე, მაგრამ აი საშუალო მაინც რაღაც ორიენტირი რო გქონდეს, ეს არის 33 მილილიტრი წყალი თითო კილოგრამ წონაზე. აი აქედან გამომდინარე შეგვიძლია გამოვთვალოთ მარტივად ვთქვათ, დღიური რაოდენობა წყლის. თუმცა აქაც არის რაღაც ნიუანსები, რამდენ ყავას მივირთმევთ, რამდენ ჩაის მივირთმევთ დღის განმავლობაში, რამდენად ვართ ფიზიკურად აქტიურები და ასე შემდეგ. კი ბატონო. მეორე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნივთიერება, რომელიც აი პრაქტიკაში არაერთხელ ვწმუნდებით მის აუცილებლობაზე, ეს არის ომეგა-3 ცხიმჟავები და ის პროდუქტები, რომელიც შეიცავენ აი ამ ჟავებს. და პირველ რიგში ეს არის თევზი, ზღვის თევზი, როგორც არის ორაგული, როგორც არის ქაშაყი, ოღონდ ნაკლებ მარილიანი, როგორც შეიძლება იყოს სკუმბრია, სარდინები, ზუთხი. მნიშვნელოვანია შემწვარს მივირთმევთ თუ მოხარშულს. ნუ რა თქმა უნდა, თუ ნაკლებად იქნება ცხიმში შემწვარი და თუ იქნება მოხარშული, ან იქნება გამომცხვარი, ბევრად უკეთეს. აი ზეითუნის ზეთი რა როლს თამაშობს ქოლესტერინის ანალოგიური, აი ჩვენ აღვნიშნეთ ახლა ომეგა-3 ცხიმჟავები. ზეითუნის ზეთი ეს ერთ-ერთი კარგი წყაროა ამ ჟავების, მაგრამ არ არის იდეალური. ნახეთ როგორი ესეთი ძალიან საინტერესო სიტუაცია. ჩვენ გარდა ომეგა-3-ის ცხიმჟავებს არსებობს კიდე ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმჟავები. ადამიანს მისი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ბევრ ამ ცხიმჟავების რაოდენობაზე მეტად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მათი შეფარდება, განსაკუთრებით ომეგა-3 და ომეგა-6. იმიტომ რომ ომეგა-6 ჩვენ ისედაც საკმარისად ვიღებთ საკვებიდან, ომეგა-9 ცხიმჟავები სინთეზი ხდება ორგანიზმში და აი ზეითუნის ზეთში ეს ბალანსი არ არის საუკეთესო. თუ ზეთებს განვიხილავთ, ყველაზე დაცული და კარგი ბალანსი აქვს სელის ზეთს. ამიტომ აი სელის ზეთი ამ შემთხვევაში ჩვენთვის ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე ზეითუნის. მაგრამ ზეითუნის ბევრად უკეთესია ვიდრე ძალიან მოკლედ რომ გვითხრათ სხვა პროდუქტების შესახებაც, მხოლოდ ბოსტნეულზე და ხილზე რომ არ შევჯერდეთ. პარკოსნები. ლობიო, მუხუდო, ოსპი. დიდი რაოდენობით უჯრედისი და ძალიან კარგი წყარო მცენარეული ცილის. ასევე პრობიოტიკები, ჩვენ წაღან აღვნიშნეთ რძის პროდუქტი, მაწონი, კეფირი, დაბალი ცხიმიანობით. აუცილებლად უნდა მივირთვათ. თუ ხორცი რომელი? თუ მჭლე ხორცი, ეს შეიძლება იყოს ქათამი, ეს შეიძლება იყოს ინდაური, ეს შეიძლება იყოს საქონლის ხორცი მჭლე, კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ. და კიდევ ერთი კვერცხზე ამბობენ რომ ქოლესტერინს შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით. მართალია. ნახეთ, ძალიან საინტერესო ამბავია ესეც. აი მოკლედ უნდა გითხრათ. ჯერ კიდე ჩემი სტუდენტობის დროს ისე მასწავლიდნენ, რომ როცა არის ქოლესტერინის მომატებული დოზა, კვერცხი მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ ჩვენი საკვებიდან, კვირაში 2-3 ცალი იყო დაშვებული. და ამერიკის კარდიოლოგების ასოციაციის რეკომენდაციის მიხედვით დღეში უნდა მივიღოთ არა უმეტესი 300 მილიგრამისა ქოლესტერინის. კვერცხის გული შეიცავს 210 მილიგრამს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობა. მაგრამ თუ ჩვენი საკვები რაციონი ისე იქნება დაბალანსებული, რომ სხვა ქოლესტერინს შემცველი პროდუქტები იქნება ისე ვთქვათ შემცირებული რაოდენობით, დღეში ერთი ცალი მთლიანი კვერცხი თავისუფლად
ნათლად შეგვიძლია მივირთვათ, ცილის რაოდენობა არ აგვაქვს შეზღუდული, თუ რაღაცა სხვა დაბრკოლება არ აგვაქვს კვერცხის მისაღებად, მაგალითად ალერგიები და თან კიდე ამ ბოლო დროს დადგენილია, რომ კვერცხში არის ძალიან საინტერესო ნივთიერება ქოლინი, იგივე ვიტამინ B4, რომელიც პირიქით ხელს უწყობს ქოლესტერინის გამოდევნას ორგანიზმიდან. საინტერესო, ესე იგი შეაქვს და გამოაქვს კიდევაც. კი ბატონო, იმიტომ რომ აი ამ ქოლინის მეშვეობით ხდება ორგანიზმში ისეთი ნივთიერების სინთეზი, რომელიც შლის ქოლესტერინს ღვიძლში. ამიტომ მე რომ მკითხოთ და ალბათ ყველა ნუტრიციოლოგი და ამეთანხმება, რომ ზომიერებაზე უკეთესი ჯერჯერობით არაფერი გამოგვიყვება. ნამდვილად ზომიერება, ჯანსაღი პროდუქტები, ჯანსაღი კვება და ეს არის გარანტია იმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრებთ. ნატალია, ურმესი მადლობა თქვენი მადლობა დროისთვის, თქვენ. საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ.